მოსახლეობისათვის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით თბილისში წყლის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც თბილისელების 24 საათიან შეუფერხებელ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის ყველა უბანში 150 ქუჩაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში კომპანია Georgian Water and Power-მა თბილისის სხვადასხვა რაიონში არსებული ამორტიზებული წყალსადენისა და წყალარინების ქსელები ახალი სისტემებით შეცვალა. ცისკრის ქუჩაზე კაპიტალურად იცვლება 650 მეტრიანი წყლის სისტემა. რეაბილიტაცია უტარდება ქუჩის როგორც მაგისტრალურ ქსელებსა და მის განშტოებებს, ასევე საკანალიზაციო ქსელსაც. ქუჩაზე მონტაჟდება ახალი ურდულები, ეწყობა წყალსადენისა და საკანალიზაციო ჭები. წყლის სისტემების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შემცირდება დანაკარგები და ავარიული დაზიანებების რაოდენობა, რაც დედაქალაქის უწყვეტ წყალმომარაგებას შეუწყობს ხელს. ძველი თბილისის რაიონში მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და კომპანია Georgian Water and Power-ის გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა ადგილზე დაათვალიერეს. იქვე თბილისის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და ქალაქში მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებზე ესწავლა. ჩვენ ვიმყოფებით ცისკარის ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციაც 150 ქუჩის აღდგენის ფარგლებში მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემები მოწესრიგდება. ეს პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და საერთო ჯამში გამოვწვით 90 კილომეტრამდე ქსელს. როგორ მედი საქმეები? ეგ ვიცი და ყველაფერი ერთმანეთზე არის დამოკიდებული. იგივე ხა ეს მილები, რომელიც წყალკანალმა გამოსვლა დაიწყო. პირველი ერთ-ერთი განმაპირობებელი სახლების ავარიულობის არის და ძველი დაზიანებული კომუნიკაცია. კომუნიკაციები ყველა შემთხვევაში უნდა გამოგვეცვალა რა. მთავარი პრობლემა ჩვენი ეგ არის ხა, რომ რაღაც ქვეყანას დაემსგავსა, ეხლა მთავარია რომ თვითონ ადამიანმა იგზნოს ამ ქვეყნისგან სარგებელი, რომ ესე უბრალოდ კი არ ვითარდება ქვეყანა, რომ მეც რაღაცნაირად შემეხება. მე მიეხა ძნელია, იმიტომ რომ ამდენი დანგრეული სახლი, ამდენი უბედური პრობლემაა, მაგრამ აი ეგ არის, რომ აი მთავარი რახანს ჯანმრთელობა, ამიტომ მაქსიმალურად გადავწყვიტეთ, რომ ჯანმრთელობაზე გადავიტანოთ აქცენტი და თბილისში ესე იგი ამ იმის მერე სექტემბრის მერე რეალურად დაზღვეული იქნება უკვე სახელმწიფოს მონაწილეობით, დაზღვეული იქნება 900-ზე მეტი ანუ მოსახლეობის. ეს იქნება არსებითად ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისაც, რომ განსაკუთრებით საპენსიო ასაკის ადამიანებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით ყველაზე მეტი ხარჯი შეიძლება წარმომქმნელი არის სწორედ ჯანმრთელობისთვის. ამიტომ ეს იქნება, ესე ვთქვათ, მართლა ობიექტურად და გულწრფელად ვამბობ, ძალიან თამამი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ ბევრმა ქვეყანამ ვერ გაბედა ამ სისტემაზე გადასვლა. ჩვენ მაინც ჩავთვალეთ, რომ ყველას სწორი იქნება, იმიტომ რომ აი შეიძლება სახელმწიფოს 12 ან 15 ლარი უჯდებოდეს ყოველთვიურად ერთი პენსიონერის დაზღვევა. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად ჭირდება პენსიონერს სამედიცინო მომსახურება, ერთი მისვლა შეიძლება დაუზოგოს 700, 800 ან 900 ლარი და ასეთი მისვლა შეიძლება დაჭირდეს წლის მანძილზე 3-ჯერ ან 4-ჯერ. და ღმერთთან უკრავს თუ რამე ოპერაციული ჩარევა, იქ საერთოდ უკვე 1000-ებში მიდის საქმე. ამიტომ აქედან გამომდინარე, ერთადერთი სწორი გზა არის სწორედ ის, რომ დავზოგოთ და შევეხიდოთ პენსიონერებს, სწორედ ეს იყო. ყველაზე დიდი თქვენი პლუსი ის არის, რომ აი ჩვენი უბანში ნარკომანები არ არის. ხამი აი ფანჯრებიდან რომ ბნელოდა ამ ქუჩაზე მესმოდა ჩანთები წაფეთ ტელეფონით. აი მარტო მაგითავად მადლიერები რომ 2 საათად გამოვალ სახლიდან 3 საათზე აფთიაქში არ მეშინი არა. ამას ეს რიგი და უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეთანხმებით ახლა. ეს ძალიან ღიავდობებ და ყველაფერი არის. მესობეთა სტუმარი რომ მომდიოდა ან დისკი იყო მოპარული ან რაღაცა და ეხლა ხამის წელიწადში მანქანებია ქუჩაში. მადლიერი ვარ.